მოგესალმებით მესაუბრ მაყურებელს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი გუნდი არაერთხელ ყოფილა იმ პოლიტიკოსების რიგში და რიცხვში, ვინც ამბობს, რომ ოცნება განაცდა, ხო? ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად არათუ მათ განაცებულ მოქმედებებს, არამედ დღეს უკვე ერთმანეთზე უარესები არიან. ერთადერთი ეს პენიტენციური სისტემა იყო დარჩენილი, რომელიც ჯერჯერობით უფრო მაღალ სტანდარტს აჩვენებდა, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში, მაგრამ როგორც ხედავთ და ბაჩიაშვილის საქმე არის ამის პირდაპირი დასტური, როდესაც საქმე ეხება სისტემას, როდესაც საქმე ეხება არაფორმალური მმართველის პირად ინტერესებს, ყველა არის დაუცველი და ხედავთ, რომ დღევანდელი ციხეც უკვე არანაკლებ საშიშია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში. ბატონო გიორგი, ერთ ვიტყვი, რამ ძალიან საინტერესო დეტალია მინდა რომ წავიკითხე ბაჩიაშვილის განცხადების დასაწყისში, თუმცა მინდა რომ მაყურებელმაც გაამახვილოს ამაზე ყურადღება, რას ითხოვდნენ რეალურად ისინი ბაჩიაშვილისგან. ესე იგი, ნომერ მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმაო დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად, რამდენჯერმე მირჩია, რომ ბატონი ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერსო რეალურად იკვეთება ხო აქ სურვილი ალბათ რაც უნდათ ხომ გიორგი ბაჩიაშვილისგან აი რა ტიპის ანგარიშწორება არის ეს როგორ ფიქრობთ აი რას ითხოვთ ციხეში ყავს საქმე აღძრეს ფიზიკური ანგარიშწორებაც ხდება მაგრამ ფაქტია რაღაც უფრო დიდი მიზანი ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს რასაც ითხოვს ის ბაჩიაშვილისგან იქიდან გამომდინარე ყველაზე სამწუხარო რაც ხდება არის ის რომ დღეს ჩვენ ხედავთ ვითარებას ახლა ბაჩიაშვილის საქმეს ცალკე აღებულად ვერ განვიხილავთ ეს ძალიან მჭიდრო კავშირში არის ასევე იმ პოლიტიკოსების და ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე კრიმინალურ გარჩევებთან. ანუ აი თავარი დასკვნა რა საკედან შეიძლება გამოვიტანოთ არის ის რომ დღეს ოცნება ჩამოყალიბდა პირდაპირ კრიმინალურ რეჟიმად. კრიმინალური რეჟიმია, რომელიც აი ესე ქურდულად და მაფიოზურად ურჩევს საქმეს თავისივე ყოფილ თანაგუნდელებს. და რაც უფრო ახლოს იყვნენ ეს ადამიანები რეჟიმთან, მით უფრო დიდი საფრთხის წინაშე არიან ისინი ამ კრიმინალური რეჟიმის წინაშე. ამიტომ თავარი აქ რაც არის ის რომ აი ოცნების ამომრჩეველმა დასკვნები უნდა გამოიტანოს აქედან. ჩვენ თავარი არის ახლა ვესაუბროთ ოცნების ამომრჩეველს. იმ ადამიანებს, ვინც ოქტომბერში მისახმა ოცნებას და ვინც აი დღეს კიდევ მესმის რომ ბევრად ნაკლები ხარდამჭერი ყავს დღეს ოცნებას, მაგრამ დღეს კიდევ ფიქრობს რომ რაიმე ხელშესახები, რაიმე პროგრესული და ოპტიმისტური არის დაკავშირებული ოცნებასთან. ამ ადამიანებმა უნდა გაიგონ რომ როგორც კი მათი ინტერესები შეეჯახება და დაეჯახება სისტემას ისინი არიან დაუცველები ისე როგორც არასდროს. სისტემა მათ უბრალოდ გაწირავს, გადაყლაპავს, აი შეჭამს, ბოლომდე გაანადგურებს, ხო? და ეხლა აქ არის კიდევ მეორე ფაქტორი, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ სანქციების თემაზე. როგორ არის ხოლმე საუბარი, მუშაობს სანქციები თუ არ მუშაობს? რა თქმა უნდა მუშაობს. რა თქმა უნდა ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს მწარედ შეეხოთ სანქციები და ეხლა რას აკეთებენ? აკეთებენ იმას, რომ იმ ფულს, ეხლა ბაჩიაშვილს ეს პირდაპირ არ უკავშირდება, უფრო მეტად უკავშირდება მაღალჩინოსნებს, გომელაურს და ლილუაშვილს და ასე შემდეგ. ანუ იმ ფულს, რომელიც ამ მაღალჩინოსნებმა ხალხისგან მოიპარეს, ეს ხო, ანუ ხალხის ფულია, ეს ხო, ბიუჯეტიდან წაღებული ფულია, ეს რა, მან ივანიშვილს მოპარეს. და აი ამ ხალხისგან წაღებული ფულის დაბრუნებას ეხლა ითხოვენ ოცნების და ივანიშვილის შავსალაროში დაბრუნებას და იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ თუ ისინი მართლაც არიან კორუფციაში შემჩნეულები და ვინმიდან ჩვენ ვიცით რომ არიან ნამდვილად შემჩნეულები რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ რაღაც სამართლებრივი გზით წავიდნენ სასამართლო პროცედურები დაიწყოს კანონით დაუსაბუთდეს რომ მათ მართლაც მიუძღვით კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა და ეს დაბრუნებული ფული დაბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხს დაუბრუნდეს, ამის მაგივრად ხედავთ, რომ ოცნება და ივანიშვილი ცდილობენ ამ ფულის დაბრუნებას საკუთარ შავ სალაროში. ანუ ეს არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ღალატი, რაც დღეს შეიძლება ჩაიდინონ მათ, იმიტომ რომ ეს დღეს საქართველოს ნაირ ქვეყანაში ჩვენ ხშირად გვითხოვს, რომ კორუფცია არის ღალატის ტოლფასი საქციელი. და როდესაც ამას ემატება უკვე ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკური ღალატი, გულისხმობ ევროკავშირისში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და ფაქტობრივად უარის თქმას და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას, ამას როცა ემატება უკვე ესეთი კორუფციული გზით ნაშოვნი და ხალხის ჯიბიდან ფულის ამოღება, სახში წაღება და მე ამ ფულის უკან დაბრუნება, ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ ისევ საკუთარი თავისთვის, ნუ რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, რასაც ერთადერთი პასუხი შეიძლება გავცეთ.
არა ოცნებას. არც ერთი ხმა, არც ერთი საარჩევნო ხმა ოცნებას და ეხლა ისე ბაჩიაშვილისგან რომ შორს არ წავიდეთ, ნუ რა თქმა უნდა მე ერთადერთი შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერა გამოვხატო მიუხედავად იმისა რომ ეს არ არის ბოლომდე ასე ვთქვათ ვერ იქნება ისეთი პოლიტიკური საქმე როგორიც არის სხვა საქმეები, რა თქმა უნდა ეს ადამიანი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანი, რა თქმა უნდა ამ ადამიანის სიცოცხლეს ეხლა ჩვენ ვნახეთ ემუქრება საფრთხე და ეს ადამიანი არის დასაცავი, ხო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში კანონი არ არსებობს, ანუ არავინ არ ვართ დარწმუნებული რომ თუ ეს ადამიანი სასჯელს მოიხდის, სამართლიანად მოიხდის. და როდესაც საქმე ეხება კიდევ ვიმეორებ სისტემასთან პირისპირ დაჯახებას და სისტემის არაფორმალურ მმართველთან პირისპირ დაჯახებას, ბუნებრივია კიდევ უფრო ბევრად მეტად დაუცველები ხდებიან ადამიანები. ასე რომ სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, ეხლა სახალხო დამცველი ხმე არ ვიცი ეხლა ისი გამკეთებელია საერთოდ, მაგრამ სახალხო დამცველი ეხლა ესეთ ვითარებაში დღე და ღამეს უნდა ათენებდეს საპრობილესთან რომ ამ ადამიანის როგორც მინიმუმ სიცოცხლე იყოს დაცული. 11-ში ანუ პარასკევს მოხდა რეალურად. და აქამდე არ გავიცოდეთ და 14-ში გავიგეთ და სახალხო დამცველს შაბათს უნახულებია კიდეც და არც უთქვამს ხო არაფერი რეალურად სახალხო დამცველის აპარატს აი ამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რომ არა ბაჩიაშვილი ვერც გავიგებდით რომ თურმე სახალხო დამცველის აპარატი საქმის კურსია რეალურად რა ტიპის თავდასხმა განხორციელდა ხო და იცით რა მინდა გითხოთ ბატონ გიორგი ანუ აი რა მოცემულობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა გულისხმობ რომ აი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გასაგებია რაც თქმა აი რიჟვაძის შემთხვევა ბაჩიაშვილზე რაც ხდება ფაქტია რომ ეს ალბათ რაღაცა განგრძობითი პროცესი იქნება და ალბათ არ ვიცი არ არის ეს სასურველი სცენარი მაგრამ სხვებიც არავინ არ არის მოკლედ დაზღვეული შეიძლება ითქვას ივანიშვილის გუნდში რომ მსგავსი ბედი არ გაიზიაროს გულისხმობ თუნდაც რიჟვაძის ამბავს ან ბაჩიაშვილის შემთხვევას ხო აი რა მოცემულობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და მთავარი თქვენ ყველაზე ხშირად სწორედ ქართული ოცნების ამომრჩეველს ელაპარაკებთ აი მათთვის რა გზავნილი და რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს მათთვის აი ყველაზე მოკლედ რაც შეიძლება გითხრათ ანუ რა გზავნილია ესეთ ოცნების ამომრჩეველისთვის ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება რომ მათ რომ ეგონათ რომ ოცნებას აძლევდნენ ხმას სინამდვილეში ხმას აძლევდნენ ნაციონალურ მოძრაობას არა მხოლოდ იმიტომ რომ დღეს ოცნებაში უფრო მეტი ნაცია ვიდრე თავად ნაციონალურ მოძრაობაში. არამედ იმიტომ, რომ დღევანდელი ოცნება უარესია ვიდრე თავის დროზე იყო ნაციონალური მოძრაობა. მე ამიტომ ვთქვი, რომ ერთადერთი ეს პენიტენციალური სისტემა იყო, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაცა სიამაყის და გაუმჯობესების მაგალითი ყოფილიყო ოცნებისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი აქაც ვნახულობთ ჩვენ რომ სისტემას ეჯახება ადამიანი. ხედავთ რომ ეს პენიტენციალური სასჯელახსრულების სისტემაც უფრო უარესია ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ეს შექმნა კრიმინალური რეჟიმი, როდესაც კანონზე მართლმსაჯულებაზე მაღლა დააყენა საკუთარი თავი და ამას აკეთებს იმ ამომრჩევლის ხარდაჭერით სამწუხაროდ, რომელიც დღეს მოტყუებით, რა თქმა უნდა მოტყუებით და ოცნების პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი ამომრჩეველი ჯერ კიდევ აძლევდა ან ჯერ კიდევ აძლევს ოცნებას ხმას. ამიტომ არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და ამ შემთხვევაში უკვე ლელოსთან ერთად ახლა გაერთიანების პირველი ვთქვათ კოორდინაციის პირველი ჩანასახები გაჩნდა ხო დღეს და ვისაუბრებთ ამაზე. ამიტომ არის რომ ჩვენ გადავდივართ პრაგმატულ მოქმედებაზე ანუნა და პრაგმატული მოქმედება რას ნიშნავს? იცით, როდესაც კონკრეტული რეალური შედეგი, ოღონდ რეალური შედეგი არის ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე ემოციაზე დაფუძნებული რაღაც გრძელვადიანი მათ შორის ბურუსით მოცული და გაუგებარი პერსპექტივა. კი ბატონ, და მაგ ნაწილზე ვეტყვის სწორედ ბატონ გიორგი მაყურებელს რომ დღეს სწორედ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო კოალიცია თვითმმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ თანამშრომლობა მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურა დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია ერთობლივი მოქმედებების და კოორდინაციების საკითხები ამავე დოკუმენტის თანახმად ორ ოპოზიციურ პარტიას 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები ეყოლებათ და ჩვენ მოვისმინეთ განცხადება ირაკლი კუპრაძის ბერდია სიჭინავას ეს ერთობლივი ბრიფინგი იყო მოუწოდებთ რაღაცა სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც საზოგადოებრივ სტუდენტურ მოძრაობებს თუ დამოუკიდებელ ინდივიდებს თანამშრომლობისკენ და მთავარი კითხვა
რაც არის ბატონ გიორგი, არ ვიცი როგორ მოახერხეთ ეს თანამშრომლობა პირველ რიგში ეს მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ყველას და მათ შორის მეც გამახსენდა სალომე ზურაბიშვილი რომ ცდილობდა თქვენი გუნდისა და ლელოს დაახლოებას, ხომ და ჩვენ ნახეთ რომ ეს სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოხერხდა და ვერ შედგა. ეხლა რა შეიცვალა და ფიქრობთ რომ რაღაცა გაერთიანებული ძალებით უკეთეს შედეგს დადებთ? ანუ საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში იყო სრულიად განსხვავებული ვითარება. სამწუხაროდ დღეს ვითარება, რაც შექმნა ოცნების არალეგიტიმურმა რეჟიმმა, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ეს ვითარება რადიკალურად არის განსხვავებული 6-7 თვის წინანდელი მდგომარეობისგან. რადიკალურად არის განსხვავებული. ხა აღარ ჩამოვთვლი მათას უბედურებას, რაც ამ რამდენიმე თვეში დამართა ოცნებამ ჩვენს ქვეყანას, ხო? დაწყებული დრაკონული კანონების მიღებით, გაგრძელებული ჩვენს მოქალაქეებზე ძალადობით, უდანაშაულო ადამიანების და ახალგაზრდების ციხეში გამოკეტვით, პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებით და რაც მთავარია, ქართული ხალხის ცივილიზაციური ისტორიული არჩევანის ღალატით. და აი ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივია დღეს ვითარება არის განსხვავებული და ბუნებრივია ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ოცნებას რომლის ხელშიც არის მიტაცებული ძალაუფლება ამაზე ხო ხშირად საუბრობდით ხო ეხლა რაზეც თქვენ დღეს დაიწყეთ საუბარი პაჩიაშვილი ეს რისი გამოხატულებაა ეს არის გამოხატულება სწორედ იმის რომ მათ ხელში არის მიტაცებული ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არის დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ესეთი კონსოლიდირებული ძალაუფლება იშვიათად ახსოვს საქართველოს ისტორიას ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური გაერთიანების ხელში, რომელიც უკვე არის ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი. აი ჩვენ ხო ამბობთ რომ მივდივართ ავტოკრატიისკენ, ჩვენ უკვე არსად აღარ მივდივართ სამწუხაროდ. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც აი სრულ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ და ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი გარდა იმისა, რომ აქ დემოკრატია არ არსებობს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ვიცით კიდე რა ფაქტორია, რომ ავტორიტარიზმი არის მოჩვენებითი დემოკრატია. ანუ ისინი თამაშობენ მოჩვენებითი დემოკრატიას. პარლამენტიც ყავთ, სახალხო დამცველიც ყავთ, იქ სასამართლოც თითქოს არსებობს, მაგრამ ხო კარგად ვხედავთ, რომ არც ერთი ეს ინსტიტუტი არ ასრულებს ხალხის დაკვეთას. ისინი სრულად არიან გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ხა რაც საპატიმროში მომხდარა აგერ რამდენიმე დღის წინ და ეხლა გებულობთ ჩვენ ამას, ეს ხომ ფაქტობრივად დაუჯერებელი ვითარება, ხო, ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ხო? ანუ კარგ სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო ამის ნახვა, რასაც დღეს ოცნება აკეთებს. კიდევ ვიმეორებ, აბრუნებს ქვეყანას ყველაზე ცუდ წარსულში. თავად ნაციონალურ მოძრაობას იყენებენ თავისი პროპაგანდისთვის, თითქოს მათი დაბრუნების შიშით აშინებენ ჩვენს მოქალაქეებს და ამ დროს უარეს აკეთებენ. ანუ აკეთებენ ყველაზე ცუდს, რაც კი რომელიმე პოლიტიკურ ძალას გაუკეთებია ამ ქვეყანაში და ამიტომ ვინ და ჩვენი პოლიტიკური ძალა გახარია საქართველოსთვის, ლელო და კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ვართ ის ადამიანები, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, პრაგმატულ და რეალურ შედეგზე გათვლილ ნაბიჯებს გაცლებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასეთი ტიპის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. და ამიტომ დღეს ახლა ნამდვილად არ მივცემთ ჩვენ არავის უფლებას, რაც არ უნდა პატივს ვცემდეთ ახლა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ ჩვენი ეს მოქმედება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული ნაბიჯი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? ეხლა უმოქმედობა თუ გაბედულებას ნიშნავს მოქმედება და ასეთი ტიპის წინააღმდეგობის გაწევა ოცნებისთვის, ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ ვინმეს უფლება მივცეთ, რომ ეს თანამშრომლობად ჩაითვალოს. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება თანამშრომლობა. ბოიკოტი ეს არის საჩუქარი ივანიშვილისთვის. ჩვენ ამ საჩუქრის გაკეთებას არ ვაპირებთ და კარგია რომ ამას ახლა არ ვაპირებთ ლელოსთან ერთად. ბატონ გიორგი, თქვენ რაღაცა თქვენი კოლეგა პარტიები, სხვა პარტიებს გულისხმობ შეიძლება ვერ დაარწმუნეთ იმაში, რომ ღირს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იცით რა მაინტერესებს, ანუ მათი ამომრჩევლის იმედი გააქვთ თქვენ, იმიტომ რომ მოდით ობიექტურად ვთქვათ, მარტო თქვენი და რაღაცა ლელოს მხარდაჭერის რაღაცა მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაამარცხოთ. ხო, აი რაზე გაქვთ მაშინ გათვლა ეს მინდა გკითხოთ, ანუ აი იმედი გაქვთ, რომ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება საერთოდ არ არის თქვენი ამომრჩეველი, არც ლელოსი, ის მაინც მოვა არჩევნებზე და ქართული ოცნების საწინააღმდეგო ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღეს. ძალიან სწორია და თქვენი კითხვაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კითხულობთ, როგორ აპირებთ სხვა ოპოზიციურად განწყობილი პარტიების ასე ვთქვათ, მხარდამჭერებზე მუშაობას, ხო? მაგრამ მოდი სანამ ამაზე გიპასუხებთ, ჯერ ვთქვათ, როგორ ვაპირებთ ოცნების მხარდამჭერებთან მუშაობას. ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ დღეს ოცნებას ჩვენ გვითქვამს ეს და კიდევ ერთხელ მინდა ამ ეთერში გავიმეორო. რეალურად ყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე ის იმსახურებს.
და სანამ ჩვენ ვერ შევძლებთ და არ მოვახერხებთ იმას, რომ მათი მხარდამჭერთა რაოდენობა ჩამოვიყვანოთ იმ ნიშნულზე ქვემოთ, რაც არის ამ ქვეყანაში ანტიევროპული განწყობის მქონე ადამიანების რაოდენობა და შეგახსენებთ, რომ ყველა კვლევით ეს არის 80-20-ზე. დიახ. არ შეიძლება ოცნებას აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე ყავდეს 20%-ზე დიდი ელექტორალური ბაზა. მაგრამ ყავს იმიტომ და ეს არის დაახლოებით 30-35% და ეს არ არის პატარა რაოდენობა და ამ რეალობას და სინამდვილეს ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და ამაზე საუბარი არ უნდა მოგვერიდოს და იმის გამო ყავს რომ აი ამ პროპაგანდისტული საშუალებებით ყოველდღიურად ძალადობს საკუთარ ამომრჩეველზე. ანუ ეს ამომრჩეველი, რომელიც უფრო მეტია ვიდრე უნდა იყოს, დღეს არის ან მოტყუებული ერთი, ან დაშინებული მეორე. და არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში ამ ამორჩევლის მარტო დატოვება ოცნების აი ამ მართლა ველური დიდი ბოდიში მაყურებელთან, მაგრამ აი ამ ველური რეჟიმის წინაშე არაფრით არ შეიძლება და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა ამას არ ვაპირებთ და არ დავტოვებთ ამ ამორჩეველს მარტო. და ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, ახლა თქვენ გაიხსენეთ რა შეიცვალაო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შეიცვალა ის, რომ ის ობიექტური ციფრი რაც იყო ოცნების ელექტორატის, ეს ციფრი ხომ მცირდება. და ეს კითხვა არ გვებადება, ეს ხალხი სად მიდის? ამ ხალხს აღარ ექნება სურვილი არჩევნების დღეს, არჩევნო უბანზე წასვლის და ხმის მიცემის დაფიქსირების, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, რა თქმა უნდა ექნება. და რა ვქნათ, რომ მივას არჩევნო უბანზე, იქ ალტერნატივა აღარ უნდა დახვდეს და ამ ოცნების ამდენი დანაშაულის გამო, ოცნებისგან წამოსული ამორჩეველი ისე ოცნებას დაუბრუნო. ამიტომ პირველ რიგში თუ ვინმესთან არის ანონა სამუშაო, ეს არის პირველ რიგში სწორედ ოცნების ამომრჩეველი, რომელიც მას არასამართლიანად მეტი ყავს ვიდრე უნდა ყავდეს კიდევ მეორად. იმიტომ რომ როდესაც ამომრჩეველი გაიაზრებს და ჩვენ მათ დავუსაბუთებთ და ავუხსნით, რომ ოცნება არის სრულიად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული ხელისუფლება და ამას ისინი ამ პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მედია საშუალებების გზებით ცდილობენ რომ დააბალანსონ და ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს ამის საშუალებას არ მივცემთ, რა თქმა უნდა იზრდება შანსები, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა მისცეს ოცნებას ხმა ვიდრე ეს მოხდა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. ეს არის მთავარი. ანუ ეს ერთი ნაწილი, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველს და ელექტორატს. რა თქმა უნდა ჩვენი კვლევებით ვიცით და არ მხოლოდ ჩვენი კვლევებით, რომ მათი დიდი ნაწილი ასევე აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. და რა თქმა უნდა მათაც უნდა ქონდეთ ალტერნატივა. და ამიტომ ჩვენი კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ბრძოლა და რატომაც შედგა ეს, ასე ვთქვათ, რატომაც გაფორმდა ეს მემორანდუმი და ეს არის პირველი კარგი საწყისი, ასე ვთქვათ, ჩვენ შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობისა და ნუ რა ვინო შეეცდება ახლა ეს ოქტომბრის არჩევნებს შეადაროს, კიდევ ვიმეორებ, ახლა ამ ვითარების, ამ ორი მოცემულობის ერთმანეთთან შედარება უბრალოდ არასწორია, სხვას რო თავი დავანებოთ, ამიტომ დღეს აი თუ რამე დარტყმა მიიღო ოცნებამ დღეს, სწორედ აი ამ მემორანდუმის ხელმოწერით მიიღო. ეს პირველი ნაბიჯია, ამას მოყვება ახლა სხვა ნაბიჯები. და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით ჩვენი მოქალაქეების გააქტიურებას. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველას, აი თქვენი ეთერის საშუალებითაც ღია ვართ ყველა კანდიდატურის განხილვისთვის, როგორც მსხვილ ქალაქებში თბილისიდან დაწყებული, სხვა დიდი ქალაქების ჩათვლით მერობის კანდიდატებად ჩვენ მზად ვართ შემოვიყვანოთ სრულიად ნეიტრალური, არც ჩვენი პოლიტიკური ძალის და არც ლელოს წევრები, არამედ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატები, რომელთაც ექნებათ ჩვენი ორივე პოლიტიკური ძალის სრული მხარდაჭერა და ამიტომ ვინც თვლის, რომ ოცნება არის დასამარცხებელი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზებით, მათთვის ჩვენი კარიერის ღია, ისევე როგორც ჩვენი ოპონენტი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამისთვის დრო ჯერ კიდევ არის, ანუ 4 სექტემბრამდე კანდიდატების წარდგენის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან საინტერესო კანდიდატების სიებს შევთავაზებთ ჩვენ საზოგადოებას და ყოველდღიურად ამ ქვეყანაში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც მზად იქნება არჩევნების გზით დაამარცხოს ოცნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი შარაშიძე იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი.